მოგესალმებით ჩემს არხზე, მეგობრებო, მე ვარ სალამყიფი ბრენდი ყიფიანის დამფუძნებელი. მინდა ჩემი YouTube არხი და გასწავლოთ ქსოვა. მაგალითად, აი ესეთი საყვარელი ზედების მოქსოვა. საფხულის ტოპი. ყვარლი ჩანთების მოქსოვა. ფუმფულების. თუმცა შეგვიძლია ასეც და მასალა ხელითაც დავჭირო. ასეთი საყვარელი. ეს თხოვნა მექნება, გამოიწეროთ ჩემი არხი და ჩემი ვიდეო და ლაიქოთ, რომ მომეწეს мотивация ვიდეო ჩავწერო. ერთად მოგხსოვოთ უამრავი რაღაც. არჩევანი ძალიან დიდია. თქვენ კი კომენტარებში დამიწერეთ, რა მოგეწონათ ჩემს ვიდეოში, რას დაამატებით, ავხსნით თუ არა კარგად. უფრო დაწვრილებით გინდათ რომ ავხსნა. ჩემი ვიდეო იქნება დამწყებთათვისაც, შევეცდები ძალიან მარტივად ავხსნა ყველაფერი, ვინც კარგად იცის, ასტროფებზე გადავხობს, ვინც არ იცის, ჩემთან ისწავლის ქსოვას. მინდა გითხრათ, რომ პირველივე გაკეთებაზე შეიძლება ყველაფერი არ გამოგევიდეთ, მაგრამ მეც ასე დავიწყე. ჩემი პირველი ჩანთარი ვნახოთ, რან გაგეცინოთ. პრაქტიკას მოვყოლაფერი ბევრჯერ მოგხსოვ და უკეთესი გამოგივა. მაშინ მოდი დავიწყოთ ქსოვა. ესე იგი, მეგობრებო, ვიწყებთ ტრიკოტაჟის ძაფით. ეს ტრიკოტაჟის ძაფი, რომელიც იყიდება საქსოვი ძაფების მაღაზიაში და კონკრეტები. ჭირდება ასევე ყაისნარი. ეს არის 15 ნომერი, ეს არის 10 ნომერი, ეს არის 8. თქვენ რომელიც მოგიხერხდება. მე მაგალითად ვთვლის გირჩევთ რომ მოგხსოვოთ 10-იანი თან 8-იანი. ეს არის დიდი თვლებისთვის, მაგალითად როცა 2 წყვილს ვთქვით, ყოველთვის 2-ად უნდა მოგხსოვოთ ჩანთა, იმიტომ რომ არ გქონდეს ხრელი, არ გადმოვარდეს რაღაცეები. უკეთესი იქნება. ზოგჯერ ერთიანსაც ვხსოვ ხოლმე, იმიტომ რომ თვითონ ტრიკოტაჟის ძაფი არის ძალიან სქელი. ამ შემთხვევაში აღარ არის საჭირო რომ მოგხსოვოთ 2-ით, იმიტომ რომ ფიზიკურად ძართულია ხოლმე რა, ძაფი იმდენად სქელია. ანუ და არაც გჭირდება. ეს უბრალოდ განახეთ, რომ იცოდეთ, რომ ამითიც ვიქსოვება დიდი ზომაზე. ახლა ჩვენ მოგხსოვოთ 10 ნომრით. თქვენ გირჩევდით, რომ მოგხსოვოთ ორმაგი. ანუ აი ასეთი. ასე მოგხსოვოთ. იგივეა როგორც ერთმაგი, რასაც მე გასწავლით. მაგრამ ახლა მე იმიტომ არ მოგხსოვ, რომ უფრო გამიმარტივდება. ვიდეოში კარგად განახოთ ყველაფერი. ხო და მოგხსოვოთ ერთმაგი. დავიწყოთ. თუ გინდათ რომ თქვენსასაც აი ასეთი საყვარელი ძაფები გქონდეს ბოლოში. როგორცაც მე ვუკეთებ ხოლმე, მაშინ თვალს როცა მოიყვანთ, ცოტა დიდი ძაფი დავტოვოთ. ხო? აი თვალს კი არა მოიყვანთ, თვალს გულს რო შევკრავთ. აი ამ როგორც გულისხმობ. აი ასე. ეს ძაფი დავტოვოთ. ასე. გადავდებთ და ასე მოიყვანთ გულს. დავწყოთ. თუ გვინდა რომ პატარა ზომის ჩანთა მოგხსოვოთ, როგორც ახლა მე განახეთ, ეს არ არის საბავშვო ზომა რა, ისე დიდებსაც ჯობი უჭერეთ ხოლმე, მაქსიმუმ აი ტელეფონით ჩადუშიგნით, ან საცხი, გასაღები და ასე შემდეგ. თუ გინდათ რომ ცოტა დიდი მოგხსოვოთ, მაშინ ამოიყვანეთ 20 თვალი. თუ გინდათ რომ პატარა ზომა იყოს, მაშინ 15. მე ამოვიყვან ახლა 15 არა, მოდი ამ 17-18 თვალი ამოიყვანთ ხოლმე. მე ამოვიყვან 15 თვალს ახლა და 15 თვალს გასწავლით. ხო, დავიწყოთ. პირველი, მეორე, 3, 4, 5. ეს ჩვენ 15 თვალი. როცა ვაკეთებ 15 თვალს, გულისხმობთ რომ ამოვიყვანთ 16, იმიტომ რომ ერთის გამოტოვებით ავყავთ შემდეგი თვალი, აი აქედან არ ვიწყებთ. ამიტომ მე 16 თვალიც ავყავთ. თქვენ ამოყავთ 20 თვალი, ანუ 21 ამოიყვანეთ და ვიწყებთ ახლა შემდეგი მეორე ეტაპი. აი აქედან, აი ამ თვლიდან. ეს არის თვლა. მეორე, ანუ მეორეში ამოყავს ესე პირველი თვალი, აი ასე. ხო? მეორეც ეგეთი ამოყავს. მესამეც. და შემდეგ ვაგრძელებთ ჩვეულებრივ ბოლო 3 თვლამდე. აი ბოლო 3 თვალზე ვართ. ნახეთ, 3 თვალი დაგვრჩა. 1, 2, 3. ისევ იგივენაირად, ხო? აი ესე. ისევ იგივენაირად. ახლა თვალი ამოყავს, ანუ
გავედით ბოლოში. ახლა ამოვიყვანეთ თვლები და უნდა წავიდეთ მეორე ხაზზე, ხო? ერთ თვალს ამოვიყვანთ. უტრიალდებით და გავაკეთებთ. ახლა ზოგადად ასე იქსოვებოდეთ უყაიცნობით სოციალურ რომ ასე ვცოთ, მაგრამ როცა რეზინის ეფექტი გვინდა, ასე ვცოთ, გულისხმობ, რომ აი ამ ორ თვალში ამოყავს, ხო? აი ამაში. ამ ორ თვალში, მაგრამ ახლა, რადგან გვინდა რომ რეზინის ეფექტი მივიღოთ, აი პირველი ეს არა და შემდეგი თვალი. ესე ამოყავს. ისევ იგივენაირად 3 თვალი. 1 2 3. ხო? შემდეგ ვაგრძელებთ. იგივე პრინციპით ვაგრძელებთ ბოლო 3 თვლამდე. 1 2 3 მოყვანას. ისევ ბოლო 3 თვალზე. ასე. ახლა შემდეგი ასე. მოვჩით, მეორე ხაზსაც მოვჩით. ჩემი აზრით ძალიან პატარა გამოდის, მაგრამ არა უშუალოდ თქვენ ორმოგი მოგსოვეთ და არ მოგსოვოთ 15 თვლით, იმიტომ რომ მე მაგალითისთვის ვაკეთებ ამას ნახეთ. მინიატურულ ვაკეთებ, წარმოიდგინეთ. თქვენ მოგსოვთ 17 თვლით, გამოგეთ ისეთ როგორც წერენ გადაკეთეთ. ხო, მეორე ხაზს მოვჩით, ახლა ისევ ერთი თვალი ამოყავს, ისევ 3 თვალი, ისევ დანარჩენი ამდენიც არ მახსოვს. 15 მაქვს ზუსტად ამოყვანი თვალი ეგეც არ მახსოვს და ისევ ბოლოს 3 თვალი ასე. სანამ არ მივალთ, შევედეთ 1 2 3 4 5 5 ასეთი ზორი უნდა გქონდეს. თვითონაც როგორ ნახავ, რავი, იქნებ 6 უფრო მოგწონთ. თქვენ დააკვირდით. როცა მიხვალთ იქამდე რომ ზომა თვითონ ჩანთის მოგწონთ, არ ძალიან დიდი არც ძალიან პატარა არ არის. საშუალოდ 5 გჭირდებათ ასეთი. 5 ასეთი ნიშნავს, რომ 10 ხაზია. ხო? 10 ხაზი უნდა იყოს მოქსოვილი, რომ 5 მსგავსი მიიღოთ. ნუ ან მეტი. შეგხვდებით ამის დასასრულს ბოლოში. ესე იგი, ვაგრძელებთ მეგობრებო, უბრალოდ ჩემი გამოვიდა ძალიან მინიატურული პატარა საყვარელი. მაგრამ არა უშუალოდ იგივეა, რასაც თქვენ აკეთებთ 15 თვლიანი. როგორც მე განახეთ, კიდევ ერთს განახებთ 15 თვლიანი, რადგან გავაკეთე, ვერ გავთვალე, რომ როცა ერთი სისქით აკეთებ, გამოდის პატარა. ესეც 15 თვლიანია იდეაში, ოღონდ ესეც ორიანია. ეს 17-იანია მე მგონი და ეს საყვარელიც 15-იანია. როგორია? ხო და ამიტომ იდეაში 15-იანს აკეთებ. თქვენი გამოვა ასეთი, რაღაც ჩემს აზრით არის ნერვიულად მინიატურულს ვაკეთებ ახლა, მაგრამ ნუ ასახსნელად გავაკეთე პირველიც და შემდეგში ისეთ ზომას მოგსვა, რაც თქვენთვისაც საერთოდ იქნება, მაგრამ მგონი ამით მოდით მოხდებით. მოკლედ. შეხედეთ რა გითხარით წაღან 1 2 3 4 5. აი 5 ასეთი ზორი რომ იქნება, შემდეგ უკვე წესით და რიგით კარგი ზომაა ხოლმე, რა შეგიძლიათ მეტიც დამოთ, მაგრამ რაღაცა ფორმას კარგავს. არ მოწონს ხოლმე უფრო ნაკლები, უფრო პატარაა და საერთოდ არ არის ლამაზი, ამიტომ მოდი 5 ან 6 გავაკეთოთ ხოლმე. შემდეგი რას ვაკეთებთ? ნუ ამ ძაბს ავიღებთ მოვჭრით. და გძელთ ამტოვებ, თუ გინდათ რომ თქვენსაც საერთოდ არ გქონდეს აი ესენი, მაშინ რას ვაკეთებთ, მაგასაც გასწავლით. აი ამ ძაბს, რომელსაც ახლა მოვჭრით, მე რას გავაკეთებთ? წავიღებთ ისე უკან და დავმალავთ. ანუ მაგალითად ასე. ხედეთ? ნუ ვთქვათ, შეგვიძლია კიდე ნერსი დავეხმაროთ. საქსოვინერსი არის ესეთი საყვარელი რაღაც. ეს გავაკეთებთ. აი ამ საქსოვინერსით
უკან ჩაუყვებით. უკანთ და მერე მოვჭრით. ავაგრძელებთ გვერდის ამოკლებას. ვიწყებთ ქვევიდან. აუცილებლად ქვევიდან. იმიტომ რომ ხელიც უნდა გავუკეთოთ. ხელს უკეთებთ გვერდებთან ერთად. ასე გადავკეცავთ ჩვენს მინიატურულ ჩანთას. ესე რომ მივადებთ, გავწევოთ ცოტა ხო, რომ მოგხსოვთ, მე ცოტა ესე გაწევთ. ესე ქვაში. მოჩვდეს. ახლა ვიწყებთ, მივადებთ. დათვლად ეს პრინციპში არ მჭირდება ხოლმე რა, შეგვიძლია დავთვალოთ და ზუსტად იგივე გავაკეთოთ, მაგრამ რომ მივადებთ ჩვენი თვალი და ვხედავთ, რომ აი აქ უნდა მოვიყვანოთ პირველი თვალი. აი აქ. დავიწყებთ ასე. თვალი ამოყვანს ასე. შემდეგ გავუყვებით. ზუსტად დიდ თვალებში. ასე. ვაგრძელებთ ასე აქ. აქ. შემდეგ აი ამ ბოლო თვალში. აი ასე, მოვთქვათ. ახლა რას ვაკეთებთ? სახელური რომ გავაკეთოთ, იმისათვის უნდა მოვიყვანოთ. თუ გნებავთ რომ სახელური ცოტა სქელი იყოს, მე გიჩვენებთ რომ ცოტა სქელი იყოს, ამოვიყვანოთ. აი ასე პირველი თვალი ხომ ამოვიყვანე. ახლა ამაში ესე გავუყრი. მეორე თვალი ამოვიყვანე. და ისევ ამაში ამოვიყვანოთ კიდევ შემდეგ თვალს. კარგად ჩანს. კიდევ ერთი თვალი. ისევ ამაში უზეთ აი ამაში. გავუყრით. და ჯამში ამოვიყვანოთ იმდენი თვალი, რომ სახელური არ ძალიან დიდი იყოს და არც ძალიან პატარა. რადგან ხო ამაში. დიდი ცოტათი ულამაზო შეიძლება იყოს თუ ჩანთაში თუ პატარაა. ნუ პატარა კიდე მხოლოდ ჩადებაში რაღაც შედება შეგვიშვის ხელს. ხო, აი ახლა ასე შევაერთოთ. ახლა რას ვაკეთებთ? ამოვიყვანთ აი აქ პირველ თვალს. ეს არის ჩვენი საიდან დავიწყეთ ის ადგილი. აი აქ და აი აქ. გავუყრით. გამოვიყვანთ ეს თვალს. აი აქ. ესე. ახლა შემდეგი. ჩავყაროთ აი აქ. და აი აქ. ისე. და აქ. და აი აქ. და ახლა რას ვაკეთებთ? აი აქ ბოლო თვალიც ამოვიყვანოთ. ნუ ასე. აი აქ ამას იმიტომ დავტოვებ, რომ ხოლმე განახეთ ბევრს რომ მოვიყვანი კრავთ ხოლმე რა და უკეთესია რომ მე დავტოვოთ. ეს ვალაკი გადავაგდოთ და ისე ნახეთ აქ დავტოვე ერთი და აი ისე აქედან დავწყოთ. ისე აქედან. ისე აი აქ პირველ თვალს ამოვიყვანთ. ცოტა გრძელი ესეც რომ მე აი ამას ერთად შევკრავთ რა, და საყურებლობა იქნება.
დავიდე ისო. როგორც ვაკეთებდით, მაგრამ აი ახლა აქამდე უნდა მივიდეთ, აი აქამდე მივიდეთ. მე გასწავლით როგორ გავაკეთოთ ლამაზი ხელი. ისევ იმ ადგილებში უყურით მეგობრებო, არაფერი განსაკუთრებული. სადაც წერან ამოვიყვანეთ თვლები. ხო? აი აქ. შემდეგი აი აქ. მოვედით აი აქამდეც. ნახეთ. ახლა ვაკეთებთ ხელს და როგორ კეთდება ხელი. ესე იგი, ესე გვაქვს. უკანა მხრიდან. ამოვიტანთ. და მოვიყვანთ თვალს. შემდეგ ისევ ამოვიყვანთ უკანა მხრიდან. აი ესე. ამოვიყვანთ. აი ესე. მოვედით აქამდე, მეგობრებო. ასე ამოვიყვანეთ. ძალიან მჭირდოდაც არ ვქნათ, ძალიან მჭირდოდაც არ ვქნათ, უბრალოდ რომ დაფაროს შიგნით. შემდეგ ვაგრძელებთ ისე, აი აქედან, პირველი თვალი, სადაც ამოვიყვანეთ. აი აქედან. ასე. მოვედით ბოლოში. დავასრულეთ. სულ ეს იყო მეგობრებო. ესე გავასრულეთ მოკლედ. აი ამას მოვკრით. მოვკრით. და აქ რომ გითხარით, მე შეკრა და დავტოვოთ თქვენით როგორ არის. ესე ხომ არის ეს ორი. უფრო დიდ კუდს დაიკეთებს. კუდს ანუ უფრო გამზეკილით საყვარლად. ასე რომ შევკრავთ. ახლა აქეთ მხარეს. აქეთ მხარეს რაღაცა არ მომწონს ასე არის, ამიტომ ერთი გამოვიღოთ. ხო, აი ესე. მეორეც ასე და ესეც ასე გავკონცოთ ვარასთ. ეს არის წინა მხარე, მიხვდებოდ ხომ? ნახეთ. ეს არის წინა მხარე. ეს არის უკანა მხარე. ეს არის ერთმაგიდე პატარა უბრალოდ, ეს არის იგივე 15 თვლიანი პატარა. იმაშიც, რავი, აი ბლესკს და რაღაცებს ჩადებთ რა. დევს ვერაფერს ჩაიდევს, მაგრამ საყვარლის მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო, ისეთი გონარქსოვართული იყო. აუჯერეთ, რომ ძალიან მარტივია. მოგწონთ ესეთი საყვარელი ჩანთა. მხოლოდ ერთი ხოლმე მგონება თქვენთან თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოს დახმარებით ჩანთას და ატვირთავთ Instagram-ზე ან YouTube-ზე, ჩემი გვერდის რომ მონიშნოთ. ძალიან გამახარებთ თუ ვნახავ, სხვა შემთხვევაში YouTube-ის კომენტარებში ფოტოს ვერ დამიდებთ და მინდა რომ ნახოთ ვინმე ვეხმარები, ვინ გსოვს ჩემი დახმარებით. ძალიან გამხარდება და მშვიდობით мотиваციას მომცემს რა თქმა უნდა, რომ შემდეგ ვიდეოებიც ჩავწერო და გასწავლოთ რაღაცები. მონიშნეთ ჩემი გვერდი, რომ აი აქ გამოვიტან, აი ეს არის ჩემი Instagram-ი, ჩემი Facebook-ი. შეგიძლიათ დათაგოთ და მე ვნახავ თქვენ როგორ გსოვთ, თხოვთ კომენტარებში დამწერეთ, მოგეწონათ თუ ჩემი ახსნილი მარტივი იყო თუ არა და ასევე რას შემისწორებთ, რომ შემდეგი ვიდეო ესე გადავიღოთ, რომ თქვენთვის მარტივი რომ იყოს ახსაქმელად. გელოდებით მეგობრებო, შემდეგ ვიდეომდე კომენტარში დამწერეთ, რომელი ჩანთის ან ზედის მოხსოვა გინდათ რომ გასწავლოთ შემდეგში.